დედამიწის ვიბრაციები უკვე შეიცვალა და ამას გრძობს ყველა, ვინც დახვეწილ სიბრტყეებს ემორჩილება. ბოლო კვირების განმავლობაში სივრცე უფრო მკვრივი, სწრაფი და მკვეთრი გახდა. აზრი მოქმედება, განზრახვა მატერიალიზაცია. ის, რასაც ადრე თვეები სჭირდებოდა, ახლა საათებში ვლინდება. ეს არ არის ფანტაზია, ეს არის პლანეტის ახალი რითმი, მისი განახლებული სიხშირე. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი რამ ხდება. სამყარო ორ ველად იყოფა. პირველი ველი წარმოადგენს იმათ, ვინც უფრო მაღალ სიხშირეებზე გადადის. ისინი ასუფთავებენ თავიანთ სივრცეს, გამოდიან შიშისგან, აგრესიისგან და შინაგანი ომისგან. ისინი ირჩევენ სინათლეს, ცნობიერებას, სიმართლეს და თვითპატივისცემას. და სწორედ მათთვის იწყება ყველაფერი, რაც მათ ვიბრაციას შეესაბამება. სიყვარული, შინაგანი ძალა, სინქრონულობა, ახალი შესაძლებლობები. მეორე ველი წარმოადგენს იმათ, ვინც რთულ მდგომარეობებში რჩება. რისხვაში, შურში, ბრძოლაში, განადგურებაში, ბრალდებებში, დაბალ ვიბრაციებში. ისინი განიცდიან ზრდას, მაგრამ ქაოსის, კონფლიქტის და განადგურების გზით, რადგან დედამიწის ახალი სიხშირე აღარ უჭერს მხარს დაბალ ვიბრაციებს, ის უბრალოდ ხას უსვამს მათ. და ეს არ არის ადამიანების გამიჩვნა, არამედ მდგომარეობების გამიჩვნა, გზების გამიჩვნა. არავინ არავის უბიძგებს ან არ აშორებს. თითოეული ადამიანი ირჩევს საკუთარ ვიბრაციულ ორიენტაციას. ახლა საუკეთესო, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, არის ჩვენს გრძნობებზე დაკვირვება. ავირჩიოთ უმაღლესი, შევინარჩუნოთ შინაგანი სინათლე და ვიყოთ გულწრფელი საკუთარ თავის მიმართ. რა სიხშირით ვცხოვრობთ დღეს? იმიტომ რომ სამყარო უკვე შეიცვალა და მხოლოდ ისინი წავლენ წინ, ვინც მზად არის ვიბრაციის ახალ დონეზე გადავიდეს.